მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6 თვის ანგარიში წარმოადგინა ფონდის მუშაობის შედეგები ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გააცნეს. ფონდის ხელმძღვანელის ელგუჯა ხოლყრიშვილის განცხადებით ძირითადად ძველი პროექტების ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობდა. დავით ნარმანიას ინფორმაციით სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და შენობების წყალმომარაგებით უზრუნველყოფაზე. მინისტრის თქმით იგეგმება რუსთავი, თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლისა და ბათუმის სანაპიროებზე ნაპირდაცვით სამუშაოების ჩატარება, ასევე მიმდინარე პროექტებზე გამოყოფილია 160 მილიონი ლარი. ლაპარაკი იყო მიმდინარე პროექტებზე, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აქცენტი იქნა გაკეთებული იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელიც ფონდის მიერ ხორციელდება. ესეთი პროექტები არის რუსთავი, თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა. ასევე ლაპარაკი იყო იმ ფონდის მიერ განსაზღვრულ ახალ პრიორიტეტებზე, როგორიც არის იძულებით გადაადგილებული პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ასევე კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სოფლებში იმ პროექტების განხორციელება, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. წლის განმავლობაში დაახლოებით 110 მილიონი ლარის კიდევ დამატებით დახარჯვა არის დაგეგმილი მუნიციპალური განვითარების ფონდის სამუშაოებზე. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა მუნიციპალური განვითარების ფონდში, როცა მისი პროექტები და პროგრამები გადმოვიბარეთ წინა ხელმძღვანელობისგან და რამდენიმე თვე მოვანდომეთ იმას, რომ ეს პრობლემები და ხარვეზები, რაც არსებობდა, გამოგვესწორებინა შეძლების დაგვარად.